მოკლედ, ჩემო ძვირფასებო დილამშვიდობის ამ მოგისალმებით ჩემს ლაივში YouTube არხზე, ლაივ ეთერში. დღეს გავაკეთებ მიმართვას რამოდენიმე საკითხზე. ჩემი ლაივ გადაცემა დაიწყო და გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და მოვსმინოთ სრულებით თუ რაზეა საუბარი და რატომ საუბრობ ბულინგი და ადამიანის მწარედ შეხება. ამაზე უნდა ვისაუბროთ. ერთი ადამიანი, რომელიც ჰოლანდიაში ტრაფიკინგით არის დაკავებული და 18 წლის გოგოებს ბოდიში და ასწავლის ტრაფიკინგობას და გუშინ მისი ლაივი დავსკრინე. ახლა სკრინს დავდებ აქ. ეს ქალი სომეხია, ერევნელი ბოზი. სრული სიტყვით ბოზს არ ვიტყვი, მაგრამ პუტანკა, შლუხა, ლაურა ქვია და ეს ქალი თვითონ ეს მისი TikTok აკაუნტი. ტრაფიკინგით და ბოზობით არის დაკავებული იმ ქვეყანაში, ვის სახლშიც მუშაობდა, ისიც ნაცემი ყავს და ძალიან ბევრი ცუდი რამ აქვს ჩადენილი ამ ადამიანს და მე მოვითხოვ, რომ ეს ადამიანი დაიბლოკოს TikTok-ის ადმინისტრაციისგან, მაგრამ TikTok-მა არ დაბლოკა ეს ადამიანი რატომღაც არ ვიცი, მაგრამ ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. მე რატო შემეხოდა მიწოდა თურქიშვილი, მაგრამ თვითონ ძალიან კარგად იცის რას წარმოადგენს და ტრაფიკინგით რომ არის დაკავებული 24 საათი. ტრაფიკინგი მისი ერთადერთი საქმეა და რამოდენიმეჯერ მომწვდა ხმა, რომ ეს ქალი ტრაფიკინგით კავდება. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, უნდა იცოდეთ, რომ ესეთი ადამიანები ხშირად შეხვდებათ. ეს არის პროსტიტუტი ქალი და პროსტიტუციით არის დაკავებული ჰოლანდიაში და ადამიანებს ატყობს, რომ რითია დაკავებული თვითონაც არ იცის და დღესდღეობით მე ხმას არ ვიღებდი, დგას შუა ლაივში და მლანძღავს მე და ერთი ბოზი ყავს კიდე ჩართული, ქრისტინე, თვითონ და ეს საპუტანკეთი, ეს ბოზი ქალი, ეს კახპა ქალი ტრაფიკინგით არის დაკავებული და 18 წლის ბავშვებს აფუჭებს ტრაფიკინგით. TikTok-ში შემოდიან ბავშვები და ამ ქალის გინებებს ისმენენ 24 საათი. ეს ბოზი, ეს არის აგარკა, აშარაშკა ქალი, ეს არის ბოზი ვიღაც პუტანკა, ერევნელი ჰოლანდიაში წასული ტრაფიკინგით რომ კავდება იმნაირი ქალია. ეს ქალი სულ ტრაფიკინგით არის დაკავებული, ჩემო ძვირფასებო. ეს ქალი არის ტრაფიკინგის მატარებელი. სხვა შორის ერევანში რო ცხოვრობდა, თურმე ისიც გავიგე, რომ ერევანში საუნაში იყო ხოლმე და როცა გაიგეს, რომ პოლიციამ რო გაიგო, რომ ფაშინიანის დროს რომ გაიგო, რომ ტრაფიკინგით არის დაკავებული და თვითონ არის სუტინიორი და ქალებს ყიდდა, ეს არის ბოზი ადამიანი და ფაშინიანის დროს გააგდეს და ახლა ფაშინიანსაც ლანძღავს იმის გამო, რომ გააგდო და სამშვიდობო რომ უნდათ აზერბაიჯანთან ერთად და რაღაცა მშვიდობო საკითხები როება, ამაზე ნერვები ეშლება და წყდება. ჩემ ლაივში ვინ ამოვა, ვინ ეს მას არავინ არ ეკითხება. იღებს ვიდეოებს ჩემი TikTok-იდან, ბავშვის ვიდეოებსაც და საერთოდ ვიდეოებს და ზედ რაღაცებს აწერს. ეს პუტანკა ქალი, ტრაფიკინგის მატარებელი ბოზი ქალი, ერთადერთი მსოფლიოში რაც მძულს ეს არის, რომ ამნაერებმა ხმა მოიღეს. ჰოლანდიის ნომერ პირველი ბოზი. აი ასე ვუწოდებ, ჰოლანდიაში არ მუშაობს,
ის არის კლიენტებს ღებულობს სახლში 18 წლის ბავშვები მოყავს და იმათ აფუჭებს. ეს არის ბოზი ადამიანი. TikTok-ის ადმინისტრაცია მეს უნდა დაბლოკოს. ეს არის ჩემი მოთხოვნა. დღესდღეობით ამნაირი ხალხი, რა ვიცი, უნდა მოაშორონ კიდევაც. მადლობა ყურადღებისათვის და ასეთი ადამიანები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყანაზე.